UFC-ს ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ზეწოლაზე და ცრუბრალდებების გავრცელების მუქარაზე საუბრობს. მე გავხდი მძიმე და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი, მათ შორის ოჯახში ძალადობის შესახებ ცრუბრალდებების გავრცელების მუქარის. თუ ფინანსური მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, წერს სოციალურ ქსელში თოფურია. მისი თქმით, ოჯახური პრობლემების გამო იანვარში დაგეგმილი ბრძოლის გადადება მოუწია. ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თოფურია ცოლს გაშორდა. მან კი ქონების ნაწილის მოთხოვნით სასამართლოში ურჩევა. გიორგი შინჯიკაშვილმა ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში ურჩევლა. რადიო მარნეულის ცნობით, ჯამდელიანის წინააღმდეგ პირველი სასამართლოს ხდომა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 12 დეკემბერს გაიმართა. სასამართლოს ხდომას არ დასწრებია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი. მან შინჯიკაშვილი მისი მოწამვლის მცდელობაში დაადანაშაულა. ევროკავშირმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ევროპულმა საბჭომ სანქციები დაუწესა დამატებით 5 ფიზიკურ და 4 იურიდიულ პირს. საბჭომ სასანქციო სიაში შეიყვანა ბიზნესმენები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებულები რუსეთის მსხვილ სახელმწიფო ნავთობ კომპანიებთან, როსნეფტთან და ლუკოილთან. უკრაინელების თავდასხმის შემდეგ რუსეთში იაროსლავში საწვავის ქარხანა დაიხურა. როიტერსის ცნობით, დრონებით შეტევის შემდეგ საწარმოში ხანძარი გაჩნდა და აღჭურვილობა დაზიანდა.